ერთი კაცი ტელევიზია ნიკა და ფილმი მოგესალმება დღეს სტუმრად ვიმყოფებით აკადემია გვირილაში სტუმრად ქალბატონ ერნაწიფურიასთან ამ სტუდიის დამფუძნებელთან, სრულშემდგომელთან, პრეზიდენტთან მოგესალმებით ქალბატონ ერნა, როგორ გრძანდებით? კარგად, მადლობთ, მოგესალმებით ჩვენ სტუდიაში, ჩვენ აკადემიაში დავწადით. იბატონო. და თუ შეიძლება რომ გავეცნოთ, ასე ვთქვათ, ნაკია მოგზარდი აქ. ქალბატონი ნაკი ასათიანი. ქალბატონი ნაკი ასათიანი არის პედაგოგი, კონცერტმეისტერი, ვოკალს ასწავლის, სხვათა შორის პროფესიონალია, განათლება აქვს პროფესიონალური მუსიკალური. ხო. და უკვე წელებია წელი ისე იგი ერთ ადგილზე ალბათ რაღაცა სხვანაირი კიდევ ურთიერთობები გვაქვს, იმიტომ რომ 29 წელი ვერ გაჩერდები ერთ ადგილზე. ჩვენ აი ამ სტუდიაში ისეთი რომელიც დიაბაროს კიევის მამამეში ჩვენ ყველაფერ ნაცისაური კავშირი გვაქვს. ესე იგი ნაკი არის ჩემი შვილიშვილის ნათლია, ესე იგი ჩემი ქალიშვილის ედვარე დინო ესე იგი ჩვენთან მუშაობს ვოკალს ასწავლის საზოგადოებასთან ურთიერთობების აგრეთვე საკითხებს განიხილავს და აი ამ ესე იგი აკადემიაში ჩვენ ვართ მე ნაკია. ძალიან კარგი. სიგრძეს გახარება თუ შეიძლება რამოდენიმე კითხვას დაგიცვათ. სულ თავიდან რომ დავიწყოთ, სანამ გვირილა აღმოცენდებოდა, როგორ მოხდა ეს საქმე, ეს იდეა, როგორ ჩამოყალიბდა, სად დაიბადა, რანაირად, თუ შეიძლება რომ მოხდეს? მე თავიდან ესე იგი სწავლობდი კონსერვატორიაში, შემდეგ იქ დამტოვეს, წარჩინებით დავამთავრე და იქ მუშაობდი. ცხოვრობდით აქ ესე იგი ვორონცოვის მოედანზე, ჩემი მეუღლის სახლია და აქ იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი ჩუღურეთის და თხოვეს კონცერტმეისტერი ჭირდებოდა და მე საფორტეპიანოც მაქვს დამთავრებული და ახლოს იყო ვიფიქრე, ახლა ხოიცით მუსიკოსები რამდენიმე ადგილას მუშაობენ. მუსიკალურ სკოლაშიც ვიყავი, კონსერვატორიაში ვიყავი და აქ კონცერტმეისტერად კვირაში ერთხელ უნდა ყოფილიყავი და ანუ იყო აქ ერთი ბატონი, რომელსაც უნდა ოპერა, საბავშვო ოპერა ესე იგი მოემზადებინა. მაგრამ ისე მოხდა, რომ კი დავიწყე მუშაობა, მაგრამ ეს ბატონი შემდეგ სხვაგან წავიდა, ვერ გააკეთა, რატომ კაც ახლა ერთი არის რომ მინდა, მეორე არის რომ შემიძლია გავაკეთო. და მე ქალბატონმა ციცინო გოგოდიშვილმა მაშინ იყო ესე იგი ჩუღურეთის რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, თხოვა რომ ეს ბავშვები ვინც არიან რომ არ მიატოვოდა, მოდი რაღაცა გააკეთებინა შენ ხო მუსიკოსი ხარო. ხო, აი რა ვიცი, აი ასე დაიწყო. სულ 7 ბავშვი იყო მაშინ. დავიწყეთ ამ ბავშვებთან მუშაობა, სხვათა შორის კარგი ბავშვები იყო, ძალიან ეს პირველი თაობა. და მე ისე გავეცი ამ ბავშვებში. ჯერ მარტო ვიყავი. მე ავიყვანეთ კონცერტმეისტერი, ერთი, მეორე, მესამე, ანუ ნაკი არ იყო პირველი. რატომღაც არ მომწონდა. ერთი მოვიდა, გავუშვი, მეორე მოვიდა, გავუშვი, მე ავიყვანეთ ნაკია ქალბატონი ციცინო გოგოდიშვილის მაზლის შვილია.
აი ნათესაური კავშირი, მაგრამ მარტო ნათესაობა ამჯერის. რო არ ახარ მუსიკოსი და ნიჭერი, ნათესაობა ბედნიშვილი და აი ასე იგი სულ პატარა გოგო იყო მაშინ, 19 წლის იყო თუ არ ვცდები, ხო ნათია? მე ნინო მოგვიერთდა, ნინო დაამთავრა ესე იგი თეატრალური აკადემია და ნინომ დაიწყო ჩვენთან ესე იგი მუშაობა და რაღაცა ბავშვების მოგონა და მე კარგ ესე იგი რაღაცა კარგი გზით წავედი და პირველი ჩვენი ღონისძიება იყო საქველმოქმედო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისთვის გავაკეთეთ ჩვენ აფხაზეთის თეატრში. ესეთ საქველმოქმედო ღონისძიება იყო ასეთი ხალბატონი ლეილა ბაგბაია და მითხრა ხო არ გააკეთებო ბავშვებისთვის აი და მშობლებისთვის აი ესეთ საღამო და მე ვხარ რატომაც არა აი და ამ ღონისძიების შემდეგ რაღაცა აი ვიგრძელე რომ ეს იქნება ძალიან წინ და წარმატების მომტანი ღონისძიება. ამის შემდეგ მივიღე ჩვენ ესე იგი განათლების სამინისტროს განმიწვევა საზღვარგარეთ კერძო დანიაში, კოპენჰაგენში და აი ასე ნახეთ როგორ წავიდა პირდაპირ კოპენჰაგენში ესე იგი დანიაში აღმოჩნდით. ხო მაშინ მე უკვე ნათია შემოგვიმატა რა სიტყვის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი მოგესალმებით თქვენი ნინო ჩიხლაძე უკაცრავად ბატონო მე გახლავთ აკადემია გვირილას ერთ-ერთი დამფუძნებელი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ესე ვთქვათ აღმასრულებელი ხელმძღვანელი ეხლა ამ წელს უკვე აკადემია გვირილას დაარსებიდან სრულდება 35 წელი და ძალიან დიდი მადლობა რომ ქალბატონმა ერნა წიფურიამ დააფუძნა ეს ბრენდი თავის დროზე მან გაუძლო ქარტეხილებს სხვათა შორის იყო დრო როცა თბილისი იყო ჩაბნელებული ცივი კედლები რიგები ნავზე, პურზე, შაქარზე ესე ვთქვათ გათოშილი ხალხი ამოქალაქო ომი ანთლის შუგზე მეცადინეობდით მახსოვს ძალიან კარგად ახლა ბავშვი ვიყავი ახლა მაგრამ კარგად მახსოვს ეს პერიოდი ცნობილი ესეთი საყვარელი ადამიანი იყო ბატონი თემურ ანდრიაძე, რომელიც შემოვიდა ამ მეცადინეობის პერიოდში და ვითხრა, რომ რა დროს სიმღერაო, წადითო სახლებშიო, მაგრამ როცა გიყვარს საკუთარი საქმე, აი მოწოდების საფრთხეზე რჩები. და ამ სამოქალაქო ომს, ამ საშინელ პერიოდს, ამ ჩაბნელებულ თბილისის ამ ცივ კედლებს აკადემია გვირილამ გაუძლო და დარჩა მოწოდების საფრთხეზე. ულოცავ აკადემია გვირილას დაარსებიდან 35 წელს და მინდა რომ კიდევ ბევრი 35 წელი იარსებოს. გვერდერ მილოცვას და პატივისცემით რაც ჩანაფიქრი გვაქვს, განვახორციელებთ, სიუძეს დავუდგოთ მაყურებლებს და პატივისცემით ისო გადავაქალბატონ ერნასთან. ქალბატონო ერნა მე დიდი ხანია გეძებდის. ესე იგი, კარგად მახსოვს ქალაქში ეხლა საუბრობდა რა თქმა უნდა პირველი ის იყო რა ქვია ყოველგვარი გადაჭრილობის გარეშე ვიტყვი რომ იყო ასეთი სტუდია გვირილა და გავიგე ერნა წიფურია ქალბატონი ერნა წიფურია როგორღაც ჩამოვარდა ტელეფონის ნომერი და შეკა მე ვარ ნიკალა ეს რა ქვია არა მაშინ წიქარა მქონდა წიქარას რეჟისორი ვარ ნიკო ბაღაშვილი მე რა მოხდა იყავით მინდა თქვენთან მოსვლა მეთქი და მისამართი მომეცით თუ შეიძლება მეთქი რაღაც რა ქვია და სხვათა შორის მომეცით თქვენი ეს გულთბილი საუბარი ახალს მახსოვს მოგზანდითო და მითხარით მისამართი და რატომღაც მე ამ არეულობის შემდეგ მაინც აი ჩვენი ცხოვრების და შემოქმედებითი გზა გადაიკვეთა და მე მოხარული ვარ რომ თქვენს
აკადემიაში ვარ ახლა და მოგზაურობით კიდევ დაგისვათ რამოდენიმე კითხვას. ეს რა არის თუ შეიძლება რომ ბრძანოთ? ეს არის ერნეტიფორია. ეს ნაკეთობა ქალბატონი მარი პაპუაშვილმა ეს იგი შექმნა და საჩუქრად ხათაშვილის ზუსტად ასეთი ჩამთამა, ზუსტად ასეთი ფეხსაცმელები, კაბაც, ან როგორ ალბათ სადღაც დამინახა ღონისძიებაზე და აი ასეთი საჩუქარი გამიკეთა დაბადების დღეზე. და ეს პატარა ერნეტს მე მიყვარს ძალიან. კეთილი სიკეთის გახარებას გისურვებ და რა მაინტერესებს მაინც და მაინც ყვავილები ჩვენ ძალიან გვერდით და რატომ მაინც და მაინც გვირილა ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვები ვილაპარაკო ნათიაზე ნათიას თვითონ არ უყვარს ბევრი საუბარი ხო აი რატო შერჩა ამდენი ხანი და რამდენი პედაგოგი მოროსულია კონცერტმეისტერი მალევე მიდიოდა რა ვიცი რომ მოდიოდნენ ხო ერთი მეორე მესამე აუცილებლად უნდა ნოტები წაეღოთ ემეჩადინათ ესწავლა და მე მოსულიყვნენ და კიდე ისე აი მუსიკაში არსებობს ტრანსპორტი ანუ აი ამაღლება ნახევარი ტონით ერთი ტონით დადაბლება რაღაცა აი ამას ძალიან ბევრი მუსიკოსი ვერ აკეთებს. ჩემთან ყოველ წელს არის გამოცდები და ერთ-ერთი ოპერის მომღერალი ესწრებოდა ქალბატონი მზია დავითაშვილი და ვიცნობ ახლა ვიცნობ კი ძალიან მზიას კითხეთ. მზია ესწრებოდა როგორ უკრავს ნათია ჩვენი ასათიანი და იცი რა თქვა აი მე ასეთი კონცერტმეისტერები ჩვენ კონსერვატორიაში არ აქვს. ასე რომ გააკეთონ ტრანსპორტი რომ ამაღლება დაგაბლება იმათმა სახში უნდა წაიღონ ეს ნაწარმოები და იმეცადინონ რომ მე შემდეგ გაამაღლებენ და გაადაბლებენ აი ასე და ამიტომ მან პატრიოტიზმით ასე ვთქვა გასაგებია ნაცია დღესდღეობით თქვენთან მუშაობს და ნაცია თუ იყო და ორიოდე სიტყვით ну 29 წელია ვმუშაობ ასამხრივლაში დღეს უკვე აკადემია გვირილაში რა თქმა უნდა ბედგერი ვარ ესეთი ძვირფასი ადამიანების გვერდზე რომ მუშაობ ჩვენ მართალია ერთი ოჯახი ვართ დანათესავებულები ვართ ქალბატონი ერნა არის ჩემი ძმისშვილის ნათლიაც და მე მეჯვარე ჩავარ ცოტა მოვიწყდა სასიამოვნო რა ვიცი ძალიან ბევრი ბედნიერი წლები გვაქვს ერთად გავლილი და იმედი ასე იქნება მომავალშიც. ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებთ, გაიხარეთ. სხვა გუშინით? ხო. აი ძალიან ბევრი ნახატებია ჩვენ ესე იგი კაბინეტში. ეს არის ვოკალის კაბინეტი. ალბათ ძალიან ბევრი მოდის და გონიათ რომ ეს რაღაცა სამხატვრო სტუდია არის თქვენთან ვოკალთან ერთად. არა, სამხატვრო სტუდია არ არის, მაგრამ მე ესე იგი უკვე ერთი 10 წელია, როგორც ახალი ჩემთვის აღმოვაჩინე ესე იგი ნიჭი და მიზიდულობა, ანუ საღამოების ორგანიზება. ეს არის ხელოვნების ფესტივალები, ნახატების გამოფენა, ხელსაქმის აი ეს ვისაც ხელმწიფებად აი ძალიან ბევრი გამოფენები მქონდა მე სასტუმრო ბილთმორში, ნახატების გალერეაში და რატომღაც აი ეს სფერო ძალიან მაინტერესებს. ну რა თქმა უნდა ხა ჩემი ძირითადი არის მუსიკოსი ვარ და დღესდღეობით რამდენიმე ფილიალი გვაქვს გახსნილი ჩვენ ანუ არ არის ეს მარტო კიევის ქუჩაზე რაც ჩვენ ახლა აქ არის ვოკალური წრე მხოლოდ და მხოლოდ და ანუ ფიქრობ რომ საჭირო მოიტანა დრო რომ სხვადასხვა ესე იგი ეს თბილისის რაიონებში აი ესეთი ფილიალები ჩვენ დაგეგმებმა, იმიტომ რომ დღეს ასეა რომ ყველას უჭირს ეს ანუ
ის მომენტი, რომ აი დრო არის ყველაზე ძნელი, დრო ყველა მუშაობს, დატვირთულია და ამიტომ ის ბავშვები დაუშვათ, რომლებიც გდანში ცხოვრობენ, იმათ უჭირს აქვს მოსვლა, დაუშვათ, ვინც ვაკეში ცხოვრობენ, ის ვაკეში უნდა გახსნა ფილიალი ხომართალია და ჩვენ სწორედ ასეც მოვიქეცით. აი ასეა ეს საქმე. ძალიან კარგი. ესე იგი დღესდღეობით სხვადასხვა ასე ვთქვათ, ასეთ გამოფენებს, კონცერტებს აწყობთ, რომელიც ასე ვთქვათ და გადიხარ საზღვარგარეთ, ხო? საზღვარგარეთ მე ვარ, ესე იგი ასეთი არის გაერთიანება ევროპული ბრიჯების ფესტივალი და მისი მენტორი ვარ უკვე 3 წელია. ადრე ესე იგი ვღებულობდი ჩვეულებრივად მონაწილეობას, მაგრამ შემდგომ შემოთავაზეს ესეთი ესე იგი ეს ფესტივალები ტარდება ევროპის ქვეყნებში, იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, გერმანია, ჩეხია. ხო, აი წელს გვაქვს ჩვენ დრეზდენში ძალიან საინტერესო ფესტივალი ახალ წელს და იქ ვარ მე ასე ვთქვათ საერთაშორისო მსაჯი და ჟურის წევრი. ხო, აქ თბილისში, საქართველოში ეხლა ბევრ ფესტივალებს ვაკეთებ, ანუ გაერთიანებული მყავს ნიჭიერი ბავშვები, ნიჭიერი ჯგუფები, ეს არის როგორც სიმღერის, ვოკალის, ასე ცეკვის ჯგუფები და საინტერესო ფესტივალები კეთდება. ჩვენ გვექნება ასევე ეხლა 4 აპრილს გეგმავთ ის იქნება ჩემი და ბატონი გივიცი ხალხი საღამო პროფესია სიკეთე და ესე იგი ვახუძნებთ ჩვენ აგრეთვე 4 აპრილს ეს აფხაზეთის ორგანიზაცია საბავშვო ჩვენთან ბევრი ბავშვი სწავლობს აფხაზეთიდან ეს იქნება ასოციაცია ჩემი აფხაზეთი და პატრიარქის ხოვნას რა თქმა უნდა მიუძღვნით ეს იქნება აპრილში აუცილებლად მისი ესე იგი სიმღერების მას აქვს ძალიან კარგი ნაწარმოებები და ერთ-ერთი მისი ნაწარმოებიც შესრულდება ჩემი მოსწავლე არის ასეთი მერი ჯორჯინი რომელიც იტალიაში მღერის სპეციალურად ჩამოდის რომ მისი ნაწარმოები იმდენად შეასრულოს კეთილი წარმატებებს გისურვებ და თუ შეიძლება თქვენ ბრძანეთ რომ უნდა 4 აპრილს ასე ვთქვათ დანიშნულია კონცერტი და ბრძანეთ რომ უნდა დაარქვათ სიკეთე ხო ესეთი ეს არის წიგნი პროფესია სიკეთე აი ნახე მოგვაწოდე ის წიგნი დებს მეგონი პანდემიის დროს და პრეზენტაცია არ გქონია ჩვენ ამ წიგნის საკონცერტო დარბაზში. ხო და ამიტომ ეხლა ჩვენ ამის პრეზენტაციას გეგმავთ. ძალიან კარგი და ცოტა ბანალური შეკითხვა, მაგრამ რა არის თქვენი აზრით სიკეთე? სიკეთე სიკეთე ის არის თვით როცა აკეთებ გულით და არ ფიქრობ რომ აი რაღაცა რა იმას რა მოყვება რაღაცა გულით კიდე ვიღაცას დაეხმარო გულით ვიღაცა დააყურო ასიარო ხო აი ეს არის სიკეთე ჩემი აზრით ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებთ თუ შეიძლება შეჯამების თვალსაზრისით ქალბატონ ნინო ჩიხლაძეს მოვუსმინოთ როგორი გადაცემა გამოგვივა და როგორი რეპორტაჟი თუ შეიძლება რომ ბრძანოთ თქვენ რა მე რატომღაც ძალიან ესე ვთქვათ საინტერესო ფსიქოთერაპიის ბრძანდებით ჩემთვის ახლა გაკვირდებით რატომღაც მგონია რომ მადლობა ესე ვთქვათ რაღაცნაირი დადებითი ესე ვთქვათ
დინამიკის მატარებელი პირი ხართ ჩემთვის. უბრალოდ მალბა გაიხარ. ხო და აქედან გამოდიდან მე მგონი რომ რადგანაც თქვენ ასეთი დადებითი ტალღა და დინამიკა შემოგაქვთ, ანუ ყველაფერი გამოდივართ. უბრალოდ მალბა ესე იგი ძალიან დიდი მადლობა, ასე ვთქვათ, დღეს თუნდაც ვიმყოფებოდი ერთი კაცის ტელევიზიონიკალა ფილმის აკადემია გვირილას ოფისში გვესაუბრებოდ ქალბატონ ერნაწიფურიას, ქალბატონ ნათია და ქალბატონ პატრიციელი ნინო ჩიხლა და საქართველოს ქალბატონები. უბრალოდ მადლობა და ქალბატონებისთვის ის რა ქვია, მე მიუხედავად იმისა, მუსიკის მიმართ ყოველთვის მქონდა ხოლმე გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, აი მიუხედავად კინოში მიყობ და რაღაც და მუსიკა არის ჩემი, ასე ვთქვათ, ღვთაებრივი რაღაც წყაროც, არა ლიტერატურა, არა კინო, ან თეატრი, მუსიკა და სამწუხაროდ მუსიკის ნიჭი და სიმღერის ნიჭი არ მაქვს. აბსოლუტურად და თუ შეიძლება რომ რაღაც პატარა სიმღერის ნოტაზე რომ დავამთავროთ.
საქმიანი ვიყავი პატარაობით. აი, შემოყავო. უგუნესი მადლობა, ძალიან მადლობა. გაიხარეთ, უგუნესი მადლობა. ეს არის ჩემთვის, რა ვიცი. პროფესია სიკეთე და უგუნესი მადლობა. გაიხარეთ, უგუნესი მადლობა, კარგოცანდებოდეთ. აჩოქრები ვიცი ჩვენ ხოლმე ესეც ნიკოს საერთოდ 24 წელი. ეს არის ეს რომელი წელია? აი ხარი კიდე მე მგონი ის კიდე არის რაღაც სხვადასხვა საჩოქრები ეს ვისია ტომარა კომპანია ტომარა. ძალიან კარგი წარმატებები. აი კალკატონი ეს კოსტელი ჩემი გაშენი. აბა ნახე ის კიდე ხაცა. მოგეთ გული აქ რჩება და მე კარგად ზანებოდა. ძალიან საყვარელი ხარ, აი ნახე და აბიცი. ბედნიერად, კარგად კავშირში ვიქნები, თურმეში მოვიდა. ნახონდეს. კარგად ზანდებოდა. გაიხარეთ, სიკეთე კარგად Sakaratvelo